როგორ განვასხვაოთ ჩვენ ნამდვილი საბედისწერო შეხვედრა ილუზიისგან? როდესაც გიგრძნია ისეთი მომენტი, რომ შენ ცხოვრებაში ადამიანები შემოდიან არაშემთხვევით და მათი შემოსულა შენში რაღაც იწვევს, აი ძალიან ძალიან ღრმა, აი თითქოს ვიცანი ღრმა ნაცნობობას რა. ანუ ესეთი შეგრძნება გრჩება, რომ მე ეს ვიცანი. ან თითქოს მე მთელი ცხოვრება მას ვიცნობდი. როცა ასეთი შეხვედრები ხდება, ეს არა მხოლოდ ეზოტერიკულად, ეს არის ფსიქოლოგიურად, კიდე ამაზე ლაპარაკობდა კარლ იუნგი, ცნობილი ფსიქოთერაპევტი. გამოიკვლია რა ესეთი ურთიერთობები და მაგასაც ეს ნამდვილად აღიარებული არის უკვე, რომ როცა ასეთი ადამიანები შემოდიან, ნამდვილად ეს არის რაღაც აი ჩვენი ქვეცნობიერის დონეზე რა. როგორ გავიგოთ ჩვენ, რომ ნამდვილად ადამიანი არის შენთვის, შენი ადამიანია, შენ გეკუთვნის ეს ადამიანი. არსებობს სხვადასხვა ნიშანი და როცა ჩვენ ვიცეთ ეს ნიშანი, უფრო შეგვიძლია ადვილად გავიგოთ. ნამდვილად ეს ჩემი პარტნიორი არის, ნამდვილად ჩემთვის მომდა, რისთვის მოვიდა ეს პარტნიორი. და უფრო ადვილად გავანვითაროთ მაგ ადამიანთან ურთიერთობა. ანუ თან ესეთი ადამიანები როგორ შემოდიან, იცით, როცა შენ საერთოდ აი ეს არალოგიკური ურთიერთობა, ხო? აი შეიძლება იყოს ეს არ არის შენი ტიპაჟი, შეიძლება სხვაობა იყოს ასაკში, ან პლუსი, ან მინუსი, შეიძლება ანუ უცნაური არალოგიკური, აი ზუსტად ეს არის რომ არალოგიკური შეხვედრა. და დღეს ჩვენ განვიხილოთ ხუთი ასეთი ნიშანი, რომელიც ჩვენ გვეუბნებიან იმაზე, რომ ეს ნამდვილად არის ის ადამიანი, რომელიც შენ გეკუთვნის. საერთოდ თუ როცა შენ გრძნობდი ამ უცნაურ კავშირს ვინმესთან, შენ რა თქმა უნდა შენ დავსვს მემდე კითხვას, რატომ მაინც ეს ადამიანები შემოვიდნენ, ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ პარტნიორი, ეს შეიძლება იყოს მეგობარი, შეიძლება იყოს თანამშრომელთან დაუშვათ ძალიან კარგი ურთიერთობა დაამყარე, ხო? არა აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ ეს ადამიანები შემოდიან ჩვენ ცხოვრებაში და ჩვენს გულში რჩებიან. და აი დღეს ჩვენ უფრო კარგად შეგვიძლია გავარკვიოთ, რატომ ეს ხდება ჩვენ ცხოვრებაში და რატომ გჭირდება ეს ადამიანები. აა დარწმუნებული ვარ, თქვენ ცხოვრებაში იყო ესეთი შეხვედრა ადამიანთან, როცა იმ წუთში, იმ წამში შენ რაღაც იგრძენი უცნაური კავშირი, აი თითქოს მთელი ცხოვრება მას იცნობდა, ან არაერთი დღე შეიძლება даже ვფიქრებ, რომ აი ეს წინა ცხოვრებიდან ხო არ არის ეს ადამიანი შემოვიდე რა. ანუ ესეც არის აი თითქოს ეს ადამიანი აი ნამდვილად არის, აი შენ გეკუთვნის, იმიტომ რომ შენ ეგრევე გრძნობ, აი თითქოს ვიცანი ეს ადამიანი, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ სიმპათია, ან დაუშვათ ახლა ერთი და იგივე ინტერესები, ეს უფრო ღრმა რაღაც არის და უფრო აი ინტუიციის დონეზე არის. აი თითქოს შენ რაღაცას იხსენებ, აი სად შემიძლია, სად მინახე ხარ რა, აი ეგეთი მომენტები შეიძლება გქონდათ. აი შეიძლება აი ნუ ეს ისეთი მომენტია, როცა დაუშვათ ადამიანები შეხვდნენ, ნუ სხვადასხვა მომენტებით შეიძლება ეს გამოვლინდეს, აი ეს თქვა ეს რომ ვიცანი. ზოგჯერ შეიძლება ადამიანთან შეხვდე უბრალოდ სკერით, ანუ მზერით რა, შეხედე, დაიჭირე მისი თვალები და იმ წუთში ვიფიქრე რაღაცა ესეთი შეგრძნება რა, რაღაცნაირად აი სხვანაირი შეგრძნება გაქვს რა და შენ თვითონ შენ თავს ვერაფრით ვერ უხსნი, რას ნიშნავს. რა არის ეგ, რატომ ასე დამაინტერესა ეს ადამიანი, რატომ შევაჩერე თვალი, ან რატომ მისის ცქერა ესე ძალიან ჩემზე იმოქმედა. ზოგადად შეიძლება ეს იყოს რაღაც არაჩვეულებრივი სიმშვიდე. ანუ როცა შენ ნუ დაუშვათ ახლა ვინმე უცხო ადამიანთან დაიწყო თქვათ ახლა საუბარი, ან ერთად თქვათ
სადღაც შეხვდე, ნუ კიდეც კაფეში, რესტორანში, არ აქვს მნიშვნელობა, ქუჩაში რა იწყე ლაპარაკი და რაღაცა აი ესეთი სიმშვიდე. მოდის შემოდის და არანაირი რაღაცა აი შიში და როცა ჩვენ დავუშვათ ახლა ვიღაცა უცხო ჩვენ დაგველაპარაკება და რაღაც არ გსიამოვნებს რა ეგ რომ რატო შემაწუხა რატომ თქვა გამაჩერა რატომ რაღაცა მკითხა აი აქ პირიქით რაღაცა გესიამოვნე რომ ამ ადამიანმა თქვა დაგელაპარაკა აი ეს შეგრძნება თითქოს აი რაღაც კომფორტს გრძნობ და ისეთი აი თითქოს ჩემი ძალიან ძალიან ახლობელია რა აი ესეთი შეგრძნება გაქვს რა და სხვა შემთხვევაში რა თქმა უნდა ინტუიცია ხდება უფრო მძაფრე რა უფრო რაღაც ვიძაბებით რა უნდა მაგას ჩემგან ხო ხდება და ეგეთი მომენტი რა შეიძლება შენ წინასწარ იცი რა სიტყვის ეს ადამიანი ან რას გააკეთებს ან შეიძლება უბრალოდ იგრძნობ მისი ემოცია საერთოდ სიტყვების გარეშე ანუ ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ერთმანეთში ვგრძნობთ რაღაცა და ფსიქოლოგიურად რო ახსნა ეს მომენტი უფრო რთულია, მაგრამ ნუ მაინც ახლა კი, რა თქმა უნდა, მე ხო გითხარით, რომ ეს არ არის მხოლოდ ეზოტერიკული, ეს არის უკვე ფსიქოლოგიის დონეზეც რა, ფსიქიკის დონეზე. მაგაზე რა თქმა უნდა იყო გამოკვლევა და ეს აი თითქოს არის როგორი მომენტი, რომ ჩვენს გონებაში არის რაღაცა არქეტიპები და ანუ ჩვენ სხვა ანუ ადამიანში ვცნობთ იმ ადამიანების თვისებებს რომელიც უკვე არის, უკვე ინახება ჩვენს ქვეცნობიერში და აი ზუსტად ეს იწვევს იმ შეგრძნებას, რომ ეს არის რაღაცა ჩემიანი არის რა. სულიერ დონეზე ეს არის უკვე აი როგორც აი მონათესავე სულები, ადამიანები, რომელიც არიან ჩვენ ბედით გვეკუთვნიან. და აი როგორ ჩვენ განვასხვავოთ ზუსტად ეს ნამდვილად არის ეს ჩემი ადამიანი თუ ეს არის ილუზია რა იმიტომ რომ ზოგჯერ ადამიანებს ნუ ერევათ თქვათ გონიათ რომ ის ვნება ან დაუშვათ რომ დამოკიდებული ვარ ახლა დამოკიდებულება რაღაცა გაჩნდა მიჯაჭვულება გამიჩნდა ამ ადამიანზე და ეს არის იმენა ის ადამიანი რომელიც არის ბედით იმიტომ რომ კი მაგ ურთიერთობებში ხდება რა თქმა უნდა რომ ეჯაჭვები მაგრამ ეს სხვანაირი მიჯაჭვულება არის რა და ანუ როცა შენ იცანი აი პირველი ხო ეს მომენტები როცა ხდება შენ არა გაქვს რაღაცა ხო გითხარით აი ეს რაღაცა შპოთვა რაღაცა ტკივილი რაღაცა ნუ ეს ურთიერთობა არ არის დაფუძნებული იმენა შიშზე რომ დავკარგავ ან რაღაცა ემოციური დაკავშირება ემოციური მიჯაჭვულება თუ დაუშვ ადამიანი ნამდვილად შენ გეკუთვნის მისი შენ ცხოვრებაში ყოფნა არ იწვევს რაღაცა ხაოსს ან პირიქით უფრო ჰარმონიას იწვევს ნუ თუნდაც ახლა პირველ ეტაპებზე მაინც რაღაცას გრძნობს ნუ ასეთი სიმშვიდეს ვიცანი ჩემიანია რა და არ გეშინია თითქოს ახლა როცა შაც არის შენი შენ არ გეშინია რომ მას დაკარგავ რა და მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს ურთიერთობა იქნება სულ ყოველთვის ძალიან ასეთი თბილი ტკბილი და რა თქმა უნდა იქნება ძალიან რთული მომენტები რომელიც ახლა მაგრამ აი მაგ პერიოდშიც კი როცა არის დაუშვათ რთული რამე პერიოდები დაიწყება თქვენ ცხოვრებაში თქვენ მაინც იგრძნობთ რაღაც ანუ თითქოს ნუ ინარჩუნდება თქვენი აი ეს ღრმა კავშირი რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ ეს დაირღვევა აი ესეთი შეგრძნება თუნდაც დაშორდეთ პარტნიორს თქვა რაღაცა პერიოდები ხო აი მაინც თქვენ გრძნობთ აი ეს მე ვგრძნობ მე ვიცი რომ მაინც დაბრუნდება მე ვგრძნობ რომ მაინც ჩვენ ვიქნებით ერთ აი ეს შეგრძნება არის რა ნუ ზოგი მაგას იცახეს რომ ეს არის რაღაცა მაგნიტური მიჯაჭვულება და მიზიდულობა ანუ ან ეს არის შეიძლება შინაგანად მე ვგრძნობ იმას რომ ეს ადამიანი ძალიან მნიშვნელოვან როლს ეთამაშებს ჩემ ცხოვრებაში შეიძლება ეს даже ზოგჯერ იგრძნობს თქვენ აი ფიზიკურად აი დაუშვოთ შეიძლება რაღაცა სითბო
გულის არეში, ან შეიძლება რაღაც აი გარრეალებს ესე ცოტა ტანში, ან შეიძლება იყოს რაღაცა აი ისეთი კადრი თითქოს გაჩერდა რაღაც, აი უცბად დაინახა და შეჩერებული კადრებით არის რაღაც, თქვა და თუნდაც რო დავუშვოთ ახლა უყურებ ადამიანს და აი შეჩერდა კადრი რა, თითქოს აღარავინ აღარ არის გარშემო და მარტო შენ და ეს აი კინოებში აჩვენებენ ხოლმე ძალიან კარგად რა ამ მომენტებს ზუსტად რა და ზოგჯერ ახლა შეიძლება დაუშვოთ ადამიანი ну, вообще, აი საერთოდ ახლა შენ იმ წუთში ვერ იცანი დაუშვოთ, ხო? მაგრამ შენ აი თანდათან შეიძლება მეორე შეხვედრა გქონდეს და აი მაშინ შენ მივხვდები, რომ რაღაც ნაცნობია. აი ეს ესეთი შეგრძნება, ხო? ან რაღაც ძალიან სიამოვნებს რა ამ ადამიანთან ურთიერთობა. მაგრამ ყველა დაუშვოთ შემდეგი თქვენი საუბარი ან კიდე თქვათ სადმე კიდე ერთი ხელ შეხვდები მეორე შეხვდები შეიძლება სამსახურშიც მოხდეს ეგა შეიძლება ქუჩაში შეხვდეს შეიძლება კიდე სადმე ხო ანუ თანდათანობით ეს უკვე ნუ ხდება შენში რაღაცა ასეთი შეგრძნება რომ რაღაცა ჩემიანი ეს ადამიანი რაღაც მიზიდავს ადამიანი რა და შეხვედრა ასეთ ადამიანთან სხვათა შორის გაფიქრებინებს ბევრჯერ ისეთ რამეზე, რასაც შენ შეიძლება ადრეს საერთოდ არც გიფიქრია და არც ну, არც იმიტომ რომ ხსნის შენში ისეთ რამეს, რასაც შენ ადრეს შეიძლება არც ყურადღებას არ აქცევდე. რა თქმა უნდა, როცა ეს ადამიანი ხდება შენ ცხოვრებაში, შენ ხვდები, რომ ეს შემთხვევეთი ნამდვილად არ არის და მაგრამ ნახეთ ეს არ არის აუცილებლად ის მომენტი რომ ჩვენ ეს იგი всё რადგან შევხვდეთ ეს იგი მთელი ცხოვრება ვიქნებით ერთად არა არ არის მე ბევრჯერ მithქვია თქვენთვის რომ ეს კავშირები არ ნიშნავს იმას რომ თქვათ მთელი ცხოვრება ვიქნებით და შეიძლება დაუშვათ ადამიანი მოვიდა თქვათ რამდენიმე ხნისთვის იმისთვის რომ თქვათ ну რომ რაღაცა დატოვოს რაღაც კვალი შენს გულში, რაღაცა გახსნას შენში. ანუ აი ზოგჯერ მაგას, ну, ტრანზიტული პარტნიორებსაც უძახიან, ხო, რაღაცის ის შემოვიდა რაღაცა, ну, პარტნიორი ადამიანი რა. და რა თქმა უნდა, შეიძლება ეს შეხვედრა გქონდა, თქვა, დაუშვათ თქვენ ადამიანთან სულ ცოტა ხანი, მაგრამ ისეთი კვალი დატოვა, რომ აი, თქვა, უცბად ან ну, იგრძენი რაღაცა ისეთი თუნდაც შენს თავში, რომ აი სხვა დროს არ გიგრძნია შეიძლება აი მისმა ელემენტარულმა რამეს აქციელმა და შენ მთელი ცხოვრება გახსოვს ეს ადამიანი რომ იყო შენ ცხოვრება და არ გავიწყდება. ზოგჯერ ეს შეხვედრები შემოდენ იმისთვის, რომ ჩვენ შეგცვალონ, რომ ჩვენ გვაჩვენონ, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი რამ ჩვენს თავზე. და ასეთი ადამიანები, ну, ზოგჯერ ხო გეუბნებით, რომ ან მიდიან ცხოვრებიდან და დაუშვ, მაგრამ აი ჩვენ მაინც მაგაზე სულ თუ არ გვიფიქრია, ჩვენ გვახსოვს, რომ ეს ადამიანი იყო ჩვენ ცხოვრებაში. ზოგჯერ აი თუ შეგიმჩნევიათ არის ისეთი საუბარი ზოგ ადამიანთან, აი ძალიან მსუბუქად, ძალიან რაღაც ბუნებრივად, ვითომ აი ერთ ენაზე ლაპარაკობ და იმის მიუხედავად, რომ აი ამ წუთში გაიცანით ეს ერთმანეთი. ეს უკვე იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ თქვათ ინტელექტუალური შეთავსება რა. ან დაუშვოთ კიდე თქვათ, ну, საერთო ინტერესები გაგდეს უკვე ისეთი გრძნობა, როცა თქვენი სინქრონიზაცია ხდება თქვენი ფიქრების, როცა უკვე თქვენი თუნდაც დიალოგი ხდება უფრო ღრმა, თუნდაც აი და სიტყვების გარეშე, როცა ადამიანი შენია ნამდვილად უკვე თქვენ შორის ხდება ისეთი დონის გაგება, როცა, ну, აი საერთოდ არ ჭირდება სხვადასხვა თქვათ, ახლა, ну, ზედმეტი რამის ახსნაც რა. შეიძლება შენ დაიწყე რამე ფრაზა და ის ადამიანი თქვათ მაგ ფრაზას ასრულებ. ან დაუშვათ შენ რამეზე ფიქრობს და ის უცბად თქვათ ამ სიტყვებს იმეორებს. ეს ნამდვილად არ არის თქვათ, რომ აი დამთხევა, ეს არის აი ძალიან ძალიან ღრმა კავშირი, რომელიც უკვე ლოგიკის იქით გადის რა, ანუ არალოგიკური თქვათ
ну ვერ ხსნით ხო მაგას დაუშვათ რომ რატომ აი ვთქვათ და ეს რა თქმა უნდა აჩვენებს ჩვენ იმას რომ შენ ინტუიტურად აი ინტუიციით გრძნობ თქვენ ინტუიციით გრძნობთ ერთმანეთს და ეს გაგება ხდება ну მოვლინდება ყველა თქვენს საუბარში თქვენ ჟესტში თქვენს მზერაში შეიძლება ხო გეუბნებით რომ შეიძლება და ეს საერთოდ ეს მაინც ელაპარაკოთ აი სიტყვების გარეშე რა უბრალოდ შეხედე იმან იმ წუთში მიხვდა ხო ან ჟესტი რაღაცა თქვა ეხლა გააკეთე იმ წუთში მიხვდა იმას რა უნდა აა ეს არის ნუ უკვე ნამდვილად აი უფრო ღრმა კავშირი როცა გაქვს ადამიანთან და რა თქმა უნდა ეს არის უკვე ნამდვილად ერთ-ერთი ნიშანი რა იმისი რომ ეს შენი ადამიანი რა აა აი ჩვენ თვითონაც ვფიქრობთ იმაზე რომ ადამიანი გკითხულობს ჩვენ ისე რომ აი არანაირად არც სიტყვები არც არაფერი არ სჭირდება მაგას აი იმდენად ესმის ჩემი შეიძლება შენ даже სულ ჩუმადაც იჯდე ამ ადამიანთან და საერთოდ არ გრძნო დისკომფორტი. ხო არის დაუშვათ სიტუაციები, როცა შენ ну რაღაც ცნაურად გრძნობ თავს, თქვა, ну დაუშვათ გაგაცნეს და ზიხარ და ეცებ რამის სიტყვებს, რაღაც უნდა ვთქვა, რაღაცა ეს სიჩუმე უნდა შევავსო. აი ასეთ ადამიანთან ნამდვილად არ გჭირდება შენ არანაირი სიტყვების ძიება, იმიტომ რომ თვითონ ეს სიჩუმე უკვე არის თქვენი ფორმა ურთიერთობის ერთ-ერთი ასე რომ ვთქვა და თქვენთვის ეს აი თითქოს თქვენ და იმ წუთში აღმოჩნდეთ რაღაცა საერთო ენერგო სივრცეში და ეს არის საკმარისი. და კიდე ერთ-ერთი ესეთი ნიშანი, ასეთი კავშირის არის, როცა ძალიან არაჩვეულებრივი სიმსუბუქეს გრძნობ, როცა ამ ადამიანთან, ну ადამიანთან გაქვთ კავშირი, თქვა ეს საუბრები, კონტაქტები, კომუნიკაცია გაქვთ. ну როგორც გითხარით, რომ ეს ხო აი არ არის საჭირო კიდე ნახეთ, რომ აი მე სიტყვები ვეძებო, რა ვთქვა. თქვათ, ანუ შენ შეგიძლია ილაპარაკო, რაზეც გინდა და შენ იმას არ ფიქრობ, რომ შეიძლება არასწორად გამიგებს. ან დაუშვათ, თქვათ, მინდა რაღაცა დავმალო, აი რაღაცა არ თქვა, ანუ თითქოს გულახდილი საუბარი გიჩნდება და შენ მაგას შეგიძლია უცბად მოუყვე, ანუ შენს შიშებზე, თქვა, შენს ოცნებებზე, თუნდაც აი ყველაზე საკრალურ რაღაც ესეთ ინტიმურ მომენტებზე, რომ დაუშვათ ახლა სხვას არც ეთყოდ და ეს ადამიანი პირველად ხედავ ადამიანს და გინდა ნამდვილად გამოვიყო მაგას ყველაფერი აბსოლუტურად აი მარტო შენ მინდა გითხრა მარტო თქვათ შენ მინდა რომ იცოდე და ეს იცი შენ რომ ნამდვილად ადამიანი რომელიც შენ გისმენ ის იმას ესმის შენ ნამდვილად და ის გისმენს და ესმის ჩემი რა და ეს ადამიანი არა მხოლოდ გისმენს შენ ის გრძნობს ანუ შენს ემოციას ანუ ამას აქვს საერთოდ ანუ თითქოს ვუგრძნობ რომ ამას ესმის ახლა ჩემი და შეიძლება იყოს ანუ როგორი მომენტი რა კიდე პირიქით რომ შენ თვითონ გრძნობ მის განწყობას თუნდაც ეს ადამიანი არაფერს არ გეუბნება და ესეც არის რაღაც ასეთი თავისებური უხილავი კავშირი რომელიც ადამიანებს უკვე აერთიანებს ემოციების დონეზე ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს, თქვათ, ну, გამოვლინდეს რაღაცა წვრილი მანებში, აი დაუშვოთ ახლა ადამიანის სულ შემთხვევით, ჩუქნის შენ რამე დაუშვოთ წიგნს, რომელიც შენ დიდი ხანია გინდოდა რომ წაგიკითხა, მაგრამ ну, არავის მაგაზე არ გიტყვია რა. და ადამიანი უცბად გეუბნება, რომ აი ნახე, ესე ძალიან მაგარი წიგნია და აი მინდა რომ გაჩუქო. ან გეუბნება, რომ მოდი ნახე, ძალიან მაგარი ფილმი არის, რომ და ამ წუთში შენ ხარ დაუშვეთ განწყობაზე, რომ აი ზუსტად იმ განწყობისთვის გთავაზობს. აი ძალიან მაგარი ფილმი ხო არ გინდა რომ შემოგთავაზო და ხო არ გინახია და შეიძლება რაღაცა მონაკვეთას გიყვება და შენ გრძნობ რომ ზუსტად აი ხა ასეთ მდგომარეობაში ვარ და მინდა ეს ინფორმაცია. თითქოს ეს ადამიანი გრძნობს, ანუ შენს ფიქრებს, რომ აი თვითონაც ვერაცნობიერებს, რომ მაგას გრძნობს, უბრალოდ გეუბნება რა.
მაგრამ აი როგორ შეიძლება რომ თქვა აი ესეთი კავშირი ჩვენ განვასხვაოთ აი უბრალო ემოციური მიჯაჭვლებაზე. დავარი არის განსხვავება იმაში, რომ ის ურთიერთობა არ ითხოვს რაღაც აი ძალას რა, აი ნუ ნაძალადევი არ არის ეს ურთიერთობა, მოდით ასე თქვა და ადამიანს შენ არ გჭირდება ის, რომ აი მოაჩვენო თავი, რომ ანუ ვიყო ვიღაცა სხვა და არა ისეთი როგორც მე ვარ, შენ ახლა ხარ ზუსტად არ ცდილობ რომ მოაწონო თავი ამ ადამიანს, შენ ახლა ისეთი ხარ ამ ადამიანთან როგორიც ხარ. არანაირი შიშები არა გაქვს შენ იმისი, რომ შენ ეს ადამიანი განიკითხავს. არა აქვს აქ საჭიროება იმაში, რომ შენ დაუმტკიცო შენი ფასეულობა. ეს უკვე შენი შეგრძნება, რომ შენ როცა ამ ადამიანთან ხარ ერთად, შენ შეგიძლია იყო ისეთი, როგორიც შენ ხარ, ნამდვილი. და ასეთი კავშირი სხვათა შორის, მე როგორც გითხარით, ხდება არა მხოლოდ თქვა რომანტიკურ ურთიერთობაში, მაგრამ მეგობრობაშიც, შეიძლება მენტორი თქვა, ან სულიერი მოძღვარი ვიღაცებს, ნუ ადამიანი, ვისაც შენ ენდობი თქვა, ნუ ეს არის, ნუ ამ ასეთ ადამიანთანაც არის ეს კავშირი რა. და ასეთ ადამიანებთან, რომელიც აი ჩვენ ცხოვრებას ცვლიან. ანუ ეს კავშირები, როგორც გითხარით, არ არის ისეთი, რომ თქვა, ნუ ზოგი არ არის, რომ იყოს მთელი ცხოვრება. რა თქმა უნდა, როცა ეგეთი ადამიანი შენ ცხოვრებაში შეხვდება, შენ გინდა რომ მთელი ცხოვრება იყოს, მაგრამ თქვენ ახლა რა თქმა უნდა გეყოლებათ ეგეთი ადამიანები, რომ მე არ ვიძახე მხოლოდ პარტნიორი, როგორც მამაკაცი და ქალი. ანუ როგორც გითხარით, ეს შეიძლება იყოს შემთხვევით ადამიანი შეხვდა, ხო? ან დაუშვათ თქვენ სიტყვაზე გინდათ სადმე რამე გაეგოთ ინფორმაცია, ისწავლოთ და უცბად აი ეს ადამიანი გჭირდება, ხო? და შენ გაქვს მაგასთან კავშირი. მე შეიძლება დაუშვათ ეს ადამიანი შენ ცხოვრებ, ნუ შენ აიღე, მიიღე მისგან რაღაცა თქვა ეს ცოდნა თუნდაც, ხო? და ეს ადამიანი გქრება, ასე მეგობრებიც ხო არიან, რომ ზოგი მეგობრებთან შეიძლება წლები მეგობრობ, მაგრამ უცბად დაუშვათ, ნუ გაქრებიან ასე რომ თქვა, შენი ცხოვრებიდან სრულიად მოვიდნენ და შენ შეიძლება მაგას ვერ შეამჩნევ. აი მე გაგახსენდება, რომ უი მეხმერთო ეს ადამიანი როგორც როგორი კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ სხვათა შორის შეიძლება რომ წლების მერე ის ადამიანი ისევ გამოჩნდება შენ ცხოვრებაში და ისევ გააგრძელებს შენთან ურთიერთობას, იმიტომ რომ ნუ ესე იგი ეს არის პერიოდულად ეს ადამიანები ჩდებიან ჩვენ ცხოვრებაში, მაშინ როცა გჭირდებიან. და როგორც ჩვენ რა თქმა უნდა ჩდებით ვიღაცის ცხოვრებაში, მაშინ როცა საჭირო ვარ და შეიძლება ეს ადამიანი ან პერიოდულად ჩდება თქვენ ცხოვრებაში, ან შეიძლება დაუშვათ რამდენიმე წლის მერეც შეხვდებიან თქვენ ცხოვრებაში და მაგრამ ზოგი რჩება ჩვენთან მთელი ცხოვრება. მაგრამ ეს ადამიანები, ნუ შემოდიან ჩვენ ცხოვრებაში იმისთვის, რომ ჩვენ გვასწავლონ რაღაც მნიშვნელოვანს და გვეხმარებიან ჩვენ იმაში, რომ ჩვენ ჩვენი თავი უფრო კარგად გავუგოთ ჩვენს თავს და ზოგი რა თქმა უნდა არიან და ჩვენ ცხოვრებაში სულ თქვა და ხო არიან ნუ ადამიანები რომელიც ახლა წლები თქვა არის შენს გვერდით და გეხმარება თქვა ან შენ იცი რომ შენ ყოველთვის შეგიძლია მას მიმართო როცა შენ გჭირდება კიდე არის ისეთი ადამიანები ხდებიან და მე მგონი რომ თქვენც ახლა ეგეთი ადამიანები შეხვედრიათ ვის ნუ თქვათ ახლა ურთიერთობის მერე შენ გქონდა ესეთი შეგრძნება რომ ვითომ შენ შიგნაგანად რაღაცა შეიცვალა არა მხოლოდ გარედან ანუ სადღაც უფრო ღრმად იმ დონეზე სადაც აი შენ თავს აცნობიერებ აი თითქოს მისი სიტყვები მისი ყოფნა შენს გვერდით ან უბრალოდ მისი მზერა შენში რაღაცა ჩართეს ანუ
შინაგანი პროცესი, რომელიც უკვე ვეღარ გააჩერებ. და როცა ეს ადამიანი ნამდვილად შენია, აი ყველა ვარიანტში ეს ადამიანი რაღაცას გავლენას მოახდენს შენ ცხოვრებაში, თითქოს შენში აღვიძებს იმ მხარებს, რომელიც შენ საერთოდ შეიძლება არც იცნობდე შენში რა, არც იცოდე რომ თუ ქონდა ეგეთი მხარეები და ზოგჯერ ეს ხდება გავლენა ძალიან რბილად, აი როგორც შეგრძნება, რომ შენს გვერდით არის ადამიანი, რომელიც ვის გვერდით შენ გინდა რომ უფრო კარგი იყო. ის შენ თითქოს აი გაძლევს იმ შეგრძნებას, რომ ნუ იმიტომ კი არა, თქვათ, ის мотиваციას გაძლევს რა. რო თქვათ, რაღაცას ითხოვს შენგან, ან ზეწოლას ახდენს შენზე, უფრო იმიტომ, რომ მისი ყოფნა შენ ცხოვრებაში, აი, სამაგალითო ადამიანი, ხო? თვითონ შენ მის გვერდით შენ გინდა რომ გაიზარდო, შენ თვითონ გინდა რომ მეც ეგეთი ვიყო. რომ აი მე მინდა რომ თქვათ, ნუ რაღაცა მისი თვისებები მომწონს, ან ამ ადამიანი ისე მელაპარაკება, რომ თქვათ, ეხლა ნუ მაღვიძებს რა, რაღაცას მეუბნება ისეც, რომ ნამდვილად ჩემში თქვათ, მატულობს, ანუ თვით დაჯერებულობას თუნდაც რა. და შენ უკვე იწყებ ამ დროს ფიქრს იმ რამეზე, რაზეც შენ ადრე საერთოდ შეიძლება არც კი ფიქრია და არც აქცევდი ყურადღება, რომელიც ახლა აღემატება იმ საზღვრებს რა და აკეთებ იმას, რაც შენ ადრე შეიძლება ვაფშე გეშინოდე, რომ გაგიკეთებია რა. ან თითქოს ეს ადამიანი შენში ხსნის რაღაც ახალ კარს, რომელიც აი ახალ გაჩვენებს შენ ახალ სამყაროს რა. და ამ დროს თვითონ მაგას ვერად ვიცნობიერებს, აი ზუსტად ამას ეს პროგრამები არის ზოგს აქ მატრიცაში და აი ეგრევე, ნუ ენერგიები არის, თქვათ, ახლა ეგრევე ვხედავ, თქვათ, ახლა ადამიანში არის, თქვათ, მე-10, მე-11 არის პროგრამები, რომ ადამიანი უკვე მოვიდა ამ პროგრამებით იმისთვის, რომ თქვათ, ანუ სხვებში ჩართოს ეს შეგრძნებები რა. და ამას შეიძლება დაჟე ასეთ ადამიანს, ან თქვენ შეიძლება თქვენ თვითონ იყოთ ეგეთი, რომ თქვათ, ვიღაცას დაელაპარაკეთ და მე ადამიანმა გითხრათ, რომ აი მე ჩემი ცხოვრება იმ საუბრის მერე შეიცვალა და შენ არც გახსოვს საერთოდ რა უთხარი და როდეს უთხარი ეგეთი რამე და მაგრამ ზოგჯერ არის ისეთი რამე, რომ ჩვენ ცხოვრებაში ზუსტად ადამიანი ეკეკუთვნის შენ, მაგრამ ეს ადამიანი როგორც არის, აი რა ვიცი, გარეშხალივით არის რა. ну ზუსტად აი ეს პირველი ნაწილი უფრო მე მოგიყვებით თქვენ როგორც აი მოვლინდებიან აი უფრო მონათესავი სულები ხო და აი ზოგი აი ეს ну კარმული ურთიერთობა არის რა თქმა უნდა ყველა ურთიერთობა მაგრამ ეს არის უფრო ისეთი ადამიანები რომელიც შემოდიან ჩვენ ცხოვრებაში იმისთვის რომ ჩვენ გვაჩვენოთ ჩვენი სისუსტები, ჩვენი შიში, ჩვენი რაღაცა დამალული ტრავმები, რომელიც არის როგორც ჩვენი სარკე, რომელშიც ჩვენ ხედავ იმას, რასაც დიდი ხანი შეიძლება მალავდი. და ეს არის ზუსტად ის მომენტი, როცა ჩვენ შეიძლება აი ფსიქოლოგიურად რო ვთქვათ, შევეხოთ, რომელსაც ჩვენ თავში ვაიგნორებთ და არ გვინდა რო ვთქვათ, ანუ ну, ვმალავთ რაღაცე რო ვთქვათ და არ ვაღიარებ. ეს შეიძლება იყოს ძალიან მტკივნეული და ჩვენ ახლა ბევრი გველაპარაკე, ხოლმე რომ აი ესეთი ну მიწიერი კარმული, რა ვიცი, მოთ ასე დავარქვათ მაგას რა, არიან ძალიან ძალიან მტკივნეული, იმიტომ რომ ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ, რომ უყუროთ ანუ ჩვენს თავს ისე როგორც ვთქვათ, იმ პრიზმით, რომ გვაქვს ჩვენი რაღაც დადგენილები ჩვენ თავზე, რაღაცა ჩვენ წარმოდგენა გვაქვს და ჩვენ, ну, უკვე ჩვენ თავს აღვიქვავთ ისეც, როგორიც ჩვენ აღვიქვავთ, ხო? და ეს ადამიანი უცბად შემოდის და შენ თითქოს გაძალებს, რომ დაინახო შენი თავი სხვანაირად. შენ შეიძლება ამ დროს მიდის აი ზუსტად ეს წინააღმდეგობა, იმიტომ რომ შენ არ გინდა რომ ეს გაიგო. აი რატომ ხდება, ხო, რომ თქვა ჩვენ რაღაცები გვწყინს პარტნიორს, ხო?
იმიტომ რომ მე არ მინდა, მე ვიცი ისედაც აი სადღაც ღრმად შინაგანად ვიცი რომ ეს ასეა, მაგრამ მე არ მინდა, მე даже ჩემ თავს არ მინდა ეს დავანახო და ეს ადამიანი მოდის და ანუ იმენა ამ მტკივნეულ მომენტებზე აწვება და რა თქმა უნდა ეს ჩვენში იწყებს, ანუ ზოგჯერ შეიძლება შენ ეწინააღმდეგები, შენ არ გინდა რომ ეს აღიარო, ხო, რომ ეს როგორ შეიძლება რომ თქვა, აი ნათქვამი რო არის, ხო, რაც შენ არ მოგწონს სხვაში, ესე იგი ეს უეჭველი არის შენში და შენ ახლა ეს ნამდვილად არ გინდა რომ აღიარო და არ გინდა რომ რას ქვია ვერ გავიგე, მე თუ არ მომწონს, ჩემში როგორ უნდა იყოს ეს, შემოდის ეს ადამიანი და ზუსტად გეუბნება შენ ისეთ რამეს, რაზეც შენ შეიძლება ბრაზდები და იცახ რას ქვია, მე მეუბნები მაგას, ეგ შენ გაგაკეთე რამე, მე კი არა, მე როგორ მეუბნები. აი მერეც აი ეს ზუსტად ეს პროცესი იწყება, როცა ჩვენ ვეწინააღმდეგობთ და ის ჩვენ გვაჩვენებს ის იმისთვის შემოვიდა ამისთვის რომ რომ ჩვენ ეს დაგვანახო და და ეს არის რომ იმ რაც უფრო მეტად შენეწინააღმდეგები მაგ შეგრძნებებს, მით უფრო ძლიერი ხდება რა ეს სიტუაცია, ანუ რთულდება, მოდით ასე რომ ვთქვა, ეს ურთიერთობა. იმიტომ რომ ეს მისი ზეგავლენა არა მხოლოდ ემოცია, ეს არის პროცესი, ეს რთავს თქვენში ამ შინაგან ტრანსფორმაციას. ანუ ეს ადამიანი უკვე ანუ ცვლის შენ ცხოვრებაში შენი ცნობიერის სტრუქტურას, ანუ ტრანსფორმაციას აკეთებს რა. და რა თქმა უნდა, ეხლა ეს ადამიანი არის, აი ასეთ ადამიანებს კიდე ნუ უძახიან, აი როგორც კატალიზატორს, ცვლილებების კატალიზატორს რა. და ეგეთი ადამიანები შეიძლება გამოვლინდებიან ჩვენ ცხოვრებაში, აი კრიზისის მომენტებში, როცა უკვე ჩვენ ვგრძნობთ, რომ უკვე ეს ძველი დადგენილებები უნდა, ну, თქვა რაღაცა უნდა დაირღვას რა და ეგსენი გვაძლევენ ჩვენ უკვე სხვა პასუხებს და მათი ყოფნა ჩვენ ცხოვრებაში ჩვენ გვაიძულებს რომ ჩვენ უკვე დავიწყოთ რაღაცა სხვაგვარად თუნდაც შეხედულება და ჩვენ უკვე სხვა რამეს ვეძებთ რა, ანუ ესე იგი რაღაცა სხვა რამეებს რთავენ. ну არის ნახეთ, როცა რაღაცა უნდა შეიცვალოს შენ ცხოვრებაში, ხო? და შენ თვითონ ვერა, მაგ შენ გრძნობ რომ რაღაცა უნდა იყოს, აი ეს პარტნიორი შემოდის, აი ეს ხო შეიძლება ძალიან ხშირად გაშლაც რასაც ვაკეთებ, აუცილებლად რისის შემოვიდა პარტნიორი და აი ზუსტად აი ნაჩვენები არის ძალიან ხშირად რომ ადამიანი ისეთ ზღვარზე იყო უკვე რომ всё უნდა შევცვალო, უნდა ეს რაღაცა ეტაპი მისი დამთავრდა და სჭირდებოდა რაღაცა ბიძგი და შემოდის ადამიანი მის ცხოვრებაში და რომელიც იწყებს ამ ცვლილებას მის ცხოვრებაში რა. და აი ამაში არის მაგათი ნამდვილი ზეგავლენა რა ამ ადამიანებს და რა თქმა უნდა უკვე შენ ახლა ასეთ ადამიანებთან როცა უკვე შეხვდები ასეთ ადამიანებს შენ უკვე ვეღარ იქნები ვერასოდეს ისეთი როგორიც იყავი ადრე შენ უკვე იწყებ თუნდაც ახლა ფიქრს ისეთ რამეზე, რაზეც ადრე არასოდეს არ ფიქრობდი, იმიტომ რომ შენთვის არ იყო ეს მნიშვნელოვანი და შენ უკვე სხვაგვარად ხედავ უკვე სამყაროს და შეიძლება ასეთ პერიოდში უკვე შენი ცხოვრება რა, რითიც შენ ცხოვრობდა, იცვლება. ანუ всё უკვე შეიძლება შეიცვალოს და უკვე შენ ქმნი ახალ შენ ცხოვრებას. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს, ну, შიშსაც იწვევს, მაგრამ შენ უკვე მაგ პერიოდში გრძნობ რომ სხვანაირად უკვე აღარ შეიძლება და არც იქნება. და აი ჩვენ ზოგჯერ ასეთ ადამიანები როცა შემოვიდნენ ჩვენ თითქოს აი ვერც ვაცნობიერებთ იმას რომ რამხელა ძალა აქ ამ ადამიანს საერთოდ ჩემ ცხოვრებაში როცა ხვდებით ახლა ну შეხვდით გავიცანით მაგრამ ვერ ხვდებით რომ ამხელა ძალით შემოდის ადამიანი რა ჩვენ უბრალოდ ახლა ამ ადამიანებს ვთქვათ, ახლა ვხედავთ როგორც, ანუ აღვიქვათ როგორც უბრალოდ საინტერესო, ვთქვათ, მოსაუბრე. ანუ ძალიან საინტერესო, ვთქვათ, ახლა არის მენტორი, ანუ ვთქვათ, ლექტორი, საინტერესო ლექტორი დაუშვათ, ხო? ანუ მეგობარი. და ეს არის უკვე და მე შენ ხვდები თქვათ რომ ეს ადამიანი შემოვიდა შენ ცხოვრებაში, ну, რა თქმა უნდა, არა შემთხვევით, ხო? როცა შენ თქვათ ვინეს ან
ხდება რა ეგეთი თუნდაც ახლა ნუ როგორც გითხარით რა ესენი არიან რა თქმა უნდა როგორც სულიერი მოძღვარებიც რა ადამიანები რომელიცაც ახლა შეხვდე შენ შეგა კონსულტაცია გქონდა ან ნახე თქვა YouTube-ზე ვიღაცა მოგეწონა მე კონსულტაციაზე ჩაეწერე და გეგონა რომ ნუ უბრალოდ რაღაცას მეტყვის ახლა თქვათ რამეს რაც მაინტერესებს მაგრამ იმ ადამიანმა ისეთი რამე ჩაერთო შენში რომ შენ უკვე დაიწყე და დაიწყე და დაიწყე უკვე ის გზა განვითარების გზა, იმიტომ რომ ნუ შეიძლება ამ ადამიანის მეშვეობით შეიძლება შენ თვითონ რაღაცების ძიება დაიწყო, თუნდაც ახლა უკვე სხვაგვარად უყურებ ყველაფერს და უკვე სხვაგვარად გაინტერესებს, რა თქმა უნდა რა. და უკვე დროთა განმავლობაში კი უკვე შეხვდები რომ ეს ადამიანი ნამდვილად არ იყო ჩვენ ცხოვრებაში შემთხვევით და ეს და ამ ადამიანების ჩვენ ცხოვრებაში ყოფნა არის ნაწილი ამ დიდი ჩვენი სულის გეგმის რა და რა თქმა უნდა ასეთი შეხვედრები არ არის რა თქმა უნდა შემთხვევითი რა და ნამდვილად ეს შეხვედრები ჩვენთვის გვეძლება არა ისე ტყუილა უბრალოდ იმისთვის რომ ჩვენ თავთან მიგვიყვანოს ამ შეხვედრამ ზოგჯერ ეს ადამიანებიც ხდებიან, ნუ რჩებიან ჩვენთან მთელი ცხოვრება და ზოგი მიდიან, როგორც გითხარით, იმის მერე, როცა, მაგრამ აი ყოველთვის ეს ადამიანებიც ტოვებენ, რა თქმა უნდა, დიდ კვალს ჩვენ ცხოვრებაში და ჩვენს სულში. აა კიდე არის, ნუ აი თუ გქონდათ კიდე ესეთი დარწმუნებული ვარ, ესეთი შეგრძნება, რომ ვიღაცა შემოვიდა თქვენ ცხოვრებაში, ნუ არა შემთხვევითად, აი თითქოს ეს ადამიანი იყო ჩაწერილი შენი თქვა სულის გეგმაში, თითქოს მის ყოფნაში შენ ცხოვრებაში აქ რაღაცა ასე ვთქვათ, ნუ საკრალური თუ დამალული აზრი, რომელიც ჯერ შენ თვითონ ვაფშე ვერ ხვდები, აი რაღაცა ესეთი ადამიანი, აი ვერ ხვდები რისთვის იყო, კი ხვდები რომ რაღაცის, მაგრამ ვერ ხვდები რისთვის არის ეს ადამიანი შენ ცხოვრებაში და აი ასეთ შეხვედრებში არის რაღაცა მაგნიტური, რომ აი თითქოს მისტიური, როცა ადამიანი ნამდვილად არის, ნუ გეკუთვნის შენ და თქვენ უკვე ხართ დაკავშირებული რაღაცა სიტუაციებით ან შეიძლება საერთო ინტერესებით თქვენ შორის არის უკვე იმაზე მეტი ვიდრე თქვათ შეიძლება ახსნა სიტყვებით რა მაგრამ თქვენ აგრძნობთ რომ ეს ადამიანი რაღაც აი ნუ ღრმად ღრმა კავშირი გაქვს ამ ადამიანთან რა და ეს რა თქმა უნდა ერთ-ერთი მისი ნიშანი ასეთი კავშირის, როცა შენ მასთან როცა ხარ, აი თითქოს დრო ჩერდება. აი შეიძლება თქვენ ამ ადამიანს ელაპარაკებით საათებით, მაგრამ თქვენ გეჩვენებათ, რომ გავიდა 2 წუთი. ან პირიქით, რაღაცა მოკლე შეხვედრა, ისეთი გვარი დატოვა, აი მთელი ცხოვრება რომ გახსოვს. აი ეს მომენტებიც არის ზუსტად, ну, ძალიან მნიშვნელოვანი და ესენი ტოვებენ ისეთ შეგრძნებას, რომ ის რაც ხდება, ეს არა მხოლოდ შემთხვევითი სიტუაცია, ეს რაღაცა თითქოს დაგეგმილი არის წინასწარ, ვითომ ბედს მიყავხარ თქვენ რაღაც განსაზღვრულ გზით. ასეთი ადამიანები ხშირად შემოდიან ჩვენ ცხოვრებაში, ისეთ მომენტებში, როცა ჩვენ აი უფრო განსაკუთრებულად, ну, გჭირდებათ რა ეს ადამიანები. შეიძლება ეგენი მოდიან ისეთ პერიოდში, როცა შენ ხარ გზაჯვარედინში რა შენ ცხოვრების და არ იცი რა მიმართულება ავერჩიე და სად წავიდე. და ზუსტად აი მაგათი ყოფნა შენ ცხოვრებაში შეიძლება მაგ პერიოდში გახდეს ის პასუხი შენ კითხვებზე, რომელიც შენ ვერც აცნობიერებდი, რომ შენ მაგას თქვათ საერთოდ სამყაროს აძლევ რა, ანუ ეკითხები სამყაროს და ეს ადამიანი უკვე ამათ შეუძლია რომ შენ თავისი ნუ გაჩვენონ რა არა თითქოს აი სიტყვიერად კი არა ფაქტებით მათი ყოფნის თქვენ ცხოვრებაში თავისი ენერგიით, თავისი მაგალიტებით გაჩვენებენ ეს ადამიანები იმას რაც თქვათ ახლა შენ უნდა გააკეთო ეს ნუ აი დაუშვოთ თქვენ ახლა რაღაცა მოусმინეთ ხო ან დაუშვოთ რაღაცა თქვათ
იგივენაირად ეს ხდება, როგორიც თქვა, დაუშვოთ რაღაცას ეჭ და იგივე ადამიანს, ну დაუშვოთ, ავიღოთ თქვა YouTube-ზე სიტყვაზე უსმენ თქვენ, ხო? და მე ხვდებით, რომ ისეთ დროს გამოჩნდა ეს ადამიანი და ეხლა ისეთ რამეს მეუბნება, რაც მე ეხლა ზუსტად მჭირდება. აი, რაც მე ეხლა უნდა გავიგო, ხო? შეიძლება ეს იყოს даже, ანუ, ასე ვთქვათ, შემთხვევით, ხო? ვიღაცა, თქვათ, ანუ, სათაური მომეწონა, თქვათ, რაღაცა ვიდეოს და უცბად მოვისმინე და ზუსტად ესეთი რაღაცების თქვა, რომ აი, თუნდაც არ იცის, რომ დამეხმარ. ან ისე, თქვათ, გამოჩნდა ადამიანი, ეს, თქვათ, სადღაც ხართ, თქვათ, მეგობრებთან, ან ნუ არა აქვს მნიშვნელობა რა გამოჩნდა ადამიანმა თქვა რაღაცა ისეთი მნიშვნელობა შენ ესე შეხედე და გავოცდ რომ აი მეხმართ ჩემო ეს მაწუხებდა მთელი დღე და ამ ადამიანმა ეხლა გააჟღერა და ანუ ეს ადამიანი იყო შენთვის ამ წუთში მოსული შენ ცხოვრებაში იმისთვის რომ ეს ეთქვა შენთვის მივხვდეთ აი ეს მომენტი არის რა იმიტომ რომ შენ ეხლა შეიძლება ანუ ზუსტად ჩვენ ეძებ ამ თქვა დაუშვოთ აზრს ხო რაღაცა და ამ დროს ეს ადამიანი გეუბნება თქვენ იმას რაც შენ უნდა გაიგონო და ან შეიძლება შენ რაღაცა გაკ შინაგანი კონფლიქტი გაქვს ხო ნუ აი ეს ყველაფერი და უცბად ეს ადამიანი შენ გაძლეს რაღაცა თქვათ იმას რა ქვია პასუხს იმაში რომ თქვა ანუ როგორ უნდა გააკეთო როგორ უნდა მოიქცე ამ სიტუაციაში რა და ესეც არ არის შემთხვევით იმიტომ რომ ესეც არის ზუსტად ეს სიტუაციები ესეც არის ნაწილი ამ ღრმა პროცესების რომელიც ჩვენ მივყავართ ჩვენს თვითშემეცნებისკენ რა ასე რომ ვთქვათ რა კიდე არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი ღრმა კავშირის ეს აი თითქოს დეჟავიუს შეგრძნებას ვითომ შენ უკვე ამ ადამიანს ადრე რაღაცნაირად შეიძლება შეხვედრილ ხარ თუნდაც თქვენ შეიძლება არც იყოთ თქვა ნუ ერთმანეთს ვაფშე არც იცნობთ ან შეიძლება იცნობთ რამდენიმე დღე და ისეთი ჩაბეჭდილება რჩება რომ ვითომ თქვენ იცნობთ ერთმანეთს მთელი ცხოვრება და შეიძლება ეს უკვე თქვენ დაუშვოთ ხსნით ამას როგორც თქვათ არის ჩვენი ერთმანეთის ნუ სულიერად ერთნაირები ვართ რა ანუ რა აზრებით ფიქრებით სულიერად აი ეგეთი ადამიანი რა რო აი თითქოს ну ეს როგორც აი ну როგორც არის რეინკარნაცია დინანდან მოვიდა ну თქვა აი წინა ცხოვრებიდანაც ვიცნობ ну რაღაც ეგეთის შეგრძნება ხო ხდებით არის რა და ზოგჯერ ახლა ესეთ ადამიანი რა თქმა უნდა ასეთი შეხვედრები შეიძლება იყოს ну გავსებული ძალიან ბევრი გამოცდილებად ან არა როგორ იცით აი ისეთი მომენტი ნორჩული პერიოდებით მოდით ასე რომ ვთქვათ რა, იმიტომ რომ ეს ადამიანი რომელიც შემოვიდა, ნუ ყოველთვის არ შემოდის იმისთვის, რომ შენი ცხოვრება შეამსუბუქოს და ანუ ყველაფერი ვთქვათ, ნუ შენი ცხოვრება იყოს უფრო მსუბუქი. ზოგჯერ იმისთვის შემოდის, რომ პირიქით შენ გასწავლოს რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანს, რაც შეიძლება ეწინააღმდეგება შენს, თქვათ, დადგენილებებს, შენ დაუშვოთ, შენ სხვანაირად ფიქრობ და ეს ადამიანი მოდის იმისთვის, რომ დაანგრიოს შენი ილუზიები და გაგზავნოს, რომ შენ აი შეხედო ამ სიტუაციების მასკების გარეშე. ანუ ეს არ არის ყოველთვის, რა თქმა უნდა, სასიამოვნო, მაგრამ ეს აუცილებელია იმისთვის, რომ იყოს სულის ზრდა, ან ჩვენი ზრდა, ჩვენ რომ გავიზარდოთ და ზოგი ადამიანები რა თქმა უნდა ეგეთებიც ჩვენ ცხოვრებაში რჩებიან ზოგი მიდიან და უბრალოდ ჩვენ ნუ გვახსოვს ეს გაკვეთილები რომელიც გავიარეთ ამ ადამიანებთან ეს რა თქმა უნდა შეიძლება იყოს ძალიან მდგენეული მაგრამ მაგათი მისია შესრულებულია და ამ ჩვენ ცხოვრებაში და ეგენი გადიან ურთიერთობებიდან ანუ ესენი შემოვედნენ იმისთვის რომ ჩვენში გააღვიძ ნუ რომ გაგვაღვიძონ ასე რომ ვთქვათ და
და შეგვცვალონ და მოგცენ სწორი მიმართულება. ეს აი ძალიან როცა არის ესეთი მტკივნეული ურთიერთობები როცა არის რა. და რა თქმა უნდა, ესენიც შემოდიან იმისთვის, რომ ჩვენ მაგათი გავლენის ქვეშ შევიცვალოთ. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი, რომელიც შემოდის ჩვენ ცხოვრებაში, მოდიან იმისთვის, არ არის არც ერთი შეხვედრა შემთხვევით, არც ეს მომენტები, უბრალოდ ამ შემთხვევებში და ამ მომენტებში ჩვენი მიდის გახსნა ჩვენი ბედის და ეს ადამიანები, ამ ადამიანებს ჩვენ მივყავართ უფრო ღრმა გაგებაში, ანუ ჩვენი თავის, აი ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, ჩვენ გვასწავლიან, რომ ჩვენ ჩვენი ინტუიცია გავიგოთ და ჩვენ უნდა შევიცვალოთ ყველა ვარიანტი, როცა ეგეთი ადამიანი, ну, მაგათი ეგეთი მისია რა. და ამიტომ ესეც არის, უნდა გავიგოთ ჩვენ, რომ ესეც არის ჩვენი გზის, სულის გზის ნაწილი და როცა ეგეთი ადამიანი, რომელიც რო ხდება შენს ცხოვრებაში, რომელიც ნამდვილად არის შენთვის, შენ უკვე შენ ცხოვრებას სულ სხვანაირად აღიქვავ და ყველაფერი თითქოს სულ სხვანაირ აზრს იღებს და შენ უკვე ნამდვილად ხვდები, რომ ეს ადამიანი არა ვიღაცა შემთხვევითი ნაცნობი, ეს უკვე არის ნამდვილად ნაწილი შენი შინაგანი გზის და ამათი ზეგავლენა, ну, არ შეიძლება რომ ვთქვათ, გავზომოთ ჩვენ რა, ნო, მაგრამ ჩვენ ახლა მაგას ვგრძნობ, რომ აი ძალიან ძალიან ღრმად ჩვენ სულის სიღრმეში რა და რა თქმა უნდა ასეთ პერიოდში შენ რა თქმა უნდა უკვე და უფრო იცვლები და ასეთი შეხვედრები რა თქმა უნდა არის შეიძლება პირველი ნაბიჯი იმ შენი გაცნობიერების გზაზე, იმიტომ რომ ზოგჯერ იმ ასეთი ურთიერთობები ხდებიან აი ამ კატალიზატორად, რომელიც ჩვენში რთავს იმ სურვილს, რომ ჩვენ უკვე ვეძებთ აზრს არა მხოლოდ ჩვენში, ну, საერთოდ რა ცხოვრებაში რა აზრი, რისთვის მოვედი მე აქ, რატო მე აქ ცხოვრობ, რატო არის ეგეთი სამყარო და ასე შემდეგ რა. და ასეთი შეხვედრა არ არის ბევრჯერ სუბუქი როგორც გითხარით, ეს შეიძლება იყოს მტკივნეული, ეს შეიძლება ბევრი დაბრკოლებებიც იყოს, ბევრი რაღაცა რასასიამოვნო მომენტებიც შეიძლება იყოს, მაგრამ ზუსტად აი ეს მომენტები ჩვენ გვასწავლიან იმას, რომ ჩვენ როგორი ვართ აი სინამდვილეში, რანაირები ვართ ჩვენ ეს ადამიანი არ აკეთებს არ ჩვენ იდეალიზირებას, ეს ადამიანი არ გვეუბნება, რომ აი ვარდისფერისა თვალებით შეხედე ცხოვრებას, მე რა კარგია ყველაფერი, პირიქით ეს ადამიანი გვასწავლის ჩვენ იმას, რომ როგორ უნდა შეხვდო შენს თავს, აი ამ ყველანაირად, თქვათ, ვარდისფერი სათვალების გარეშე, ასე რომ ვთქვათ რა და რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე გვაქვს შეხება ისეთ ჩვენი პიროვნების ნაწილებთან, რომელიც ჩვენ ну, вмалавთ, ან დაუშვოთ ჩვენ ახლა გვწვენია, ან ვუარყოფთ, რომ ჩვენში ეგ არის რა. და ამიტომ, რა თქმა უნდა, როცა ჩვენ არა ვართ მზად, მაშინ შემოდიან და მე გვასწავლიან ჩვენ უკვე იმ ჩვენ სხვა მხარეებს გვაჩვენებენ რა. და რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ ადამიანებისგან ვსწავლობთ და ვსწავლობ მიიღებას ამ იმ ნაწილების, ამ ჩვენი სისუსტის, ამ ჩვენი თქვა ძალის, იხსნება ჩვენი პოტენციალი, რომელიც ჩვენ ვმალავდეთ და ჩვენ თავსაც რო უმალავდეთ რა. და ამიტომ აქაც არ უნდა იფიქრო, რომ ასეთ ადამიანებთან ექნება ძალიან ადვილი და მსუბუქი გზა. იმიტომ რომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში რა თქმა უნდა გვინდა რომ ყველაფერი ისე მოხდეს, რომ ჩვენ ახლა არც დავატანოთ თქვა და ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ურთიერთობა ყველანაირი იყოს იდეალური და ის ადამიანი, ვისთანაც გვაქვს ჩვენ ურთიერთობა, არ იყოს, რა თქმა უნდა, მტკივნეული, მაგრამ ნუ ნამდვილი კავშირი ეს არ არის ხშირ შემთხვევაში კომფორტი. ანუ ნამდვილი თქვა კავშირი
ამ ადამიანებთან, საერთოდ აი რაც მოგიყვებით, ეს არის უკვე კავშირი იმისთვის, რომ ჩვენ გავიზარდოთ, შევიცვალოთ და რა თქმა უნდა, ეს არ გამოდის ყოველთვის, აი ასე მსუბუქად რო იტყვიან და ადამიანი, რომელიც არის შენთვის ნამდვილად, შეიძლება იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც ვისაც შენ გამოყავ ხარ კომფორტის ზონიდან, ვინც ცდილობს, რომ შენზე ზეგავლენაც მომახდინოს და შეცვალოს შენი აზრები და შენი შეხედულება ცხოვრებაზე. ეს არ არის ყოველთვის, თქვათ, ახლა დაუშვათ ცუდი, ეს ნამდვილად ძალიან მაგარი რაღაცა, როცა შენ საერთოდ არ გიფიქრია დაუშვათ რამეზე, ან წლები ცხოვრობდი რაღაცა თქვა დადგენილებები და ფიქრობდი, რომ აი ეს ასე უნდა იყოს და უცბად ადამიანი გაჩვენებს სულ სხვა მხარეს ამ სიტუაციას და შენ ნამდვილად მე შენ თვითონაც მე უყურებ ამ სიტუაციას სხვაგვარად და ნამდვილად შენი ცხოვრება უკვე მე იცვლება. ანუ ეს ადამიანი გაჩვენებს შენ როგორ აი ასეთი დაბრკოლებები და ასეთი თქვათ თუნდაც მტკივნეული გზით ადამიანი სწავლობს ну, რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, ეს იცვლება და მაგრამ ადამიანი უკვე ხდება, ანუ იზრდება და ხდება უფრო თავისი თავის საუკეთესო ვერსია რა, ასე რომ ვთქვათ, ვითარდება რა, ნამდვილად ძალიან ვითარდება. და რა თქმა უნდა, უკვე შენ თვითონაც აცნობიერებს, რომ ეს ნებისმიერი ასეთი ღრმა კავშირი, ეს არ არის მხოლოდ ემოციების, ვთქვათ, მიმოცვლა, ეს არის მთლიანი თქვენი პროცესი. ანუ ეს შეხვედრებით შეიძლება არ იყოს ხანძლები, შეიძლება თქვათ, ადამიანი, რომელიც თქვენ გეკუთვნის, შემოვიდა, თქვათ, და ანუ რაღაცა პერიოდისთვის და მე ისე შეიძლება წავალოს, მაგრამ ნუ შეიძლება იყოს მოკლე, მაგრამ ძალიან დიდი კვალი და რა თქმა უნდა ჩვენ ასეთ ადამიანებს ნუ ვერ ვივიწყებ და რა თქმა უნდა არის კიდე ესეთი მომენტი, როცა მინდა, ნუ ბევრი შეგვიძლია ამ თემაზე რა თქმა უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ ერთადერთი მინდა რომ თქვენ დაიცოდეთ, რომ საერთოდ ნამდვილი სიყვარული ეს არა უბრალოდ ურთიერთობა, თქვათ, ახლა ადამიანების შორის. ეს არის პირველ რიგში ურთიერთობა შენს თავთან და შენ შინაგან სამყაროსთან. ეს რა თქმა უნდა პროცესი არის თქვენი თვითშემეცნების, რომელიც ნამდვილად გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ უფრო და უფრო კარგად გავიგოთ, ანუ ჩვენ ვინა ვარ და რისთვის ვარ აქ და რა თქმა უნდა ეს გაკვეთილები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, ჩვენ ჩვენი სულის გზა მაგაში არის ზუსტად და ამიტომ არის ზუსტად ეს მომენტი, რომელიც თქვა, რატომ არის თქვა ძალიან კარგი ბედის მატრიცა იმით არის კარგი, რომ მაგაში არის ეგრევე ეს ჩვენი სულის გზანაჩვენები და ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ იქ რა პროგრამებს გადის სული აი ეხლა და ამიტომ როცა უკვე ადამიანები შემოდიან, ჩვენ უბრალოდ ადვილად ვიღებთ ამ გაკვეთილებს, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, ვიცით როგორ ისე შემოვიდა და უფრო მსუბუქად შეგვიძლია გავიაროთ ეს გზა და უფრო იმიტომ რომ ხდები შენ რისთვის შემოვიდა ეს ადამიანი, აი ეს პროგრამა მაქვს, ხო, რა უნდა გავაკეთო ამისთვის, რომ თქვა, უფრო ადვილად და არა ასე მტკივნეულად გავიარო მე ეს გზა. აი ესეთი ინფორმაცია მინდოდა თქვენთვის დღეს მომეყოლები, იმედია რომ ძალიან საინტერესო იყო, გელოდებით თქვენ რა თქმა უნდა კომენტარებში და რა თქმა უნდა, აი ასეთ თემებს ჩვენ შევეხებთ კიდე უფრო ღრმად და გაყარიანებთ მე თქვენს თქვენი სულის გზაზე
ურთიერთობას რაც ეხება, რა თქმა უნდა, მატრიცა ჩვენ დაგვეხმარება და ეს ზოგი ურთიერთობა კიდე აი ეს რაც არის უშუალოდ კარმული, ხო? მაგაზეც კიდე უფრო ღრმად მოგიყვებით ჩვენ შეხვედრაზე, რომელიც იქნება 15 აპრილს დაიწყება. მეტ ინფორმაციას კიდე მოგაწოდებთ, რა თქმა უნდა და რაც მთავარია, არის ზოგი ისეთი ურთიერთობები, რომელთაც აი კი ეს დარჩენ როგორც კვალი ჩვენს გულში, მაგრამ ზოგი იმ დონეზე რჩება, ანუ ეს ხშირად ხდება, როცა დაუშვათ ადამიანები დაშორდნენ, თქვათ, ჩხუბით, ლანძღვაგინებით, რაღაცებით და ეს კვანძი ისე რჩება. და მე გიჭირს, მოდით ახლა კი შემდეგ ცხოვრებაზე რო ვიფიქროთ, იქაც შევხვდებით და კიდე გაევლით, მაგრამ ამ ცხოვრებაში ვარ და ამ ცხოვრებაშიც ხო გინდათ რომ ნორმალური ბედნიერი ცხოვრება გქონდეთ და ნამდვილად ისე უნდა დაშორდეთ, რომ არ გქონდეთ რა ეს მომენტი, მაგრამ ვისაც დარჩა, მაგაზეც ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ ეს გავუშვათ, ეს ჩვენი გულიდან ასე ვთქვათ რა, გონებიდან უკვე ეს ადამიანები და ადვილად ვაპატიოთ, იმიტომ რომ ზოგი ახლა ვერ პატიობს, თუმცა ახლა საპატიებელი არაფერი არ აქვს, მაგათ პირიქით მადლობა უნდა ვუთხრეთ, მაგრამ ნუ ყველამ ხო არ იცის ეს როგორ მუშაობს და ამიტომ შეიძლება დიდი ხანი ინახავენ აი ამ ტკივილს და მე ეს ტკივილი არ აძლევს საშუალებას, რომ დაიწყონ სხვა ურთიერთობა, იმიტომ რომ მე უკვე ჩდება შიში, რომ აი კიდე ხო შეიძლება რომ გამიორდეს, აი ხო შეიძლება კიდე სხვა პარტნიორის ეგეთი შემოგდეს დაუშვა. აი არ გამომივიდა ბედი მე არაფერში არ ამაგ და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან კარგად ადვილად შეიძლება ამისი მოშორება და უბრალოდ უნდა რა თქმა უნდა ამაზე ცოტათი მაინც იმუშაო და მე უკვე შეგიძლია ისე თქვათ შექმნა სხვა ურთიერთობა, მაგრამ შენ უკვე სხვა დონეზე, იმიტომ რომ შენ ახლა როცა უკვე იცი თქვათ რაღაცა მომენტები თქვათ შენ სულს თქვათ ძირითადი მომენტები ხო შენი სულის შენ უკვე ადვილად შეგიძლია სხვა ურთიერთობის დამყარება ან თუნდაც ამ ურთიერთობაში რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია ძვირფასია თუ დაუშვოთ ნამდვილად ჯერ სულების კონტრაქტი არ არის დასრულებული მაგაზეც აგიხსნით როგორ უნდა შეიგრძნოთ ეს ნამდვილად უკვე შეგიძლიათ ამ ადამიანთანაც გააგრძელოთ ურთიერთობა, მაგრამ უფრო ჰარმონიულად რა. ну, ეს რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო პროცესი არის და იმიტომ რომ ჩვენ აქ მოვედით იმისთვის დედამიწაზე, რომ ვიყოთ ბედნიერები და არა ვიწვალოთ. და ეს სიტყვა რა ვქნა ვწვალობ, რომ არ იყოს ჩვენს ლექსიკონში საერთოდ.